ოპოზიციის გეგმები ერთმანეთისგან იმდენად განსხვავებულია და შეხედულებებით მათ შორის პოლიტიკური ლიდერების სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, რომ მათ შორის დაპირისპირება უკვე ახალ ხარისხში გადადის და შეიძლება ითქვას, რომ იმდენად გართულდა მდგომარეობა ოპოზიციურ ველზე, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები საერთო ენის გამონახვის მოძებნასაც კი აღარ ეცდებიან. მაგალითად, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ყველამ უნდა დაივიწყოს ოპოზიციის გაერთიანებაზე საუბარი, ვინაიდან ეს შეუძლებელი არის. ოპოზიცია არასოდეს არ გაერთიანდება და ვერ გაერთიანდება, უნდა გაერთიანდეს ქართველი ხალხი, ყოველგვარი პოლიტიკური პარტიის და ყველა ფერზე მაღლა უნდა დადგეს ეს ქართველი ხალხი და ოქტომბერს ჩვენ უნდა ვნახოთ არა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ან პარტიების გაერთიანება, არამედ ჩვენ უნდა ვნახოთ ხალხის გაერთიანება. ასეთი არის ლევან ხაბეიშვილის გეგმა ერთიანობასთან და ზოგადად პოლიტიკოსების და პარტიების გაერთიანებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ბუნებრივი არის საინტერესოა, რას ფიქრობს ლევან ხაბეიშვილი და როგორია მისი მოლოდინები იმასთან დაკავშირებით, რომ გამორიცხული არ არის ქართულმა ოცნებამ ის დააკავოს 4 ოქტომბრამდე, ან უშუალოდ 4 ოქტომბერს. ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ქართული ოცნება მის დაკავებას ვერანაირად ვერ მოახერხებს, ვინაიდან თუ ოცნება მის დაკავებას დაგეგმავს, მაშინ ლევან ხაბეიშვილსაც აქვს საკუთარი გეგმები. დღეს პარტიების გაერთიანდებიან პოლიტიკოსები, ის ლიდერია, ის პატარა, ის დიდია. დღეს არის ყველა ლიდერი, ვინც რუსთაველზე იბრძვის და ვინც 4 ოქტომბრისთვის მოემზადება, რომ შვიდობიან რევოლუციაში მიიღოს მონაწილეობა და ამაში საზოგადოება არის აბსოლუტურად ერთიანი. არ უნდა აქ პარტიების იმის გაერთიანება, ამის ვერ იქნება, არ იქნება, რაც არ გამოდის და 13 წელი არ გამოვიდა, ნუ ვებღაუჭებით იმას. ჩავებღაუჭოთ და მოვეჭიდოთ იმას, რაც არის რეალისტური და რეალისტურია ქართული ხალხის საზოგადოების გაერთიანება. გავიმარჯვებთ ყოველ მიზეზს გარეშე. თუ ვინმეს ხელი წაუწდება და მეც მაქვს გეგმები, მაგა თუ ეკნებათ, მეც მაქვს. არ ვარ გულზე ხელ დაკრეფილი. თუ დაგაკავეს რა გეგმები გექნებათ? და იხავით საინტერესო უყურეთ. დაელოდეთ მოვლენების განვითარებას, არ ვაპირებ, ვინმეს რაღაცა ჩაუბარდეთ, დავნებდე, რა მაქვს ან დასანებებელი, ან დასაჭერი და ან ჩასაბარებელი. ბოლო 2 დღის განმავლობაში ოპოზიციურ ველზე განსაკუთრებული დაპირისპირება და აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა მიხეილ ყაველაშვილის მხრიდან, ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის შეწყალებას და მეორეს მხრივ ამ პოლიტიკოსების მიერ აზრის უცვლელობას იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი არ აპირებენ შეიცვალონ აზრი და გეგმავენ, რომ მიიღონ მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში. ძლიერ საქართველოში აცხადებენ, რომ ის თავდასხმები, რომელსაც ახლა ეს პარტია იღებს პოლიტიკოსების თუ სხვა საზოგადოების სფეროს წარმომადგენლების მხრიდან, არის მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში და ლელოს პარტიის წევრები, ლიდერები მოუწოდებენ აბსოლუტურად ყველას, რომ ბიძინა ივანიშვილის ამ პროვოკაციებს არ წამოეგონ, ვინაიდან ივანიშვილის ინტერესებში ახლა არის ის, რომ რაც შეიძლება დიდი განხეთქილება და დაპირისპირება შეიტანოს ოპოზიციურ ფლანგზე. ივანიშვილს ეშინია ჩვენი მონაწილეობის ბრძოლაში, ეშინია მათ შორის ქუჩაში მზარდი პროტესტის და სწორედ ამისთვის გამოიგონა ახალი ფანდი, რომელთაც ცდილობს დაპირისპირების შექმნას ოპოზიციურ პარტიებს შორის. ოპოზიციურ პროდასალურ აქტორებს, მოქალაქეებს და პოლიტიკოსებს მოუწოდებ, რომ ივანიშვილის ამ ფანდებს ნუ წამოეგებიან და ნუ შეასრულებენ ირიბად იმ სურვილებს, რაც ივანიშვილს უნდა. და ეს სურვილი არის ოპოზიციას შორის დაპირისპირება, გახლეჩის შემოტანა, რაღაც ყალბი ბრალდებების წარდგენა ერთმანეთისთვის. ჩვენი პოზიცია ცხადია, ჩვენ არ ვიქნებით ოპოზიციის ოპოზიცია, ჩვენი ოპონენტი, მოწინააღმდეგე და საქართველოს მტერი არის ბიძინა ივანიშვილი. ოპოზიციის ნაწილი აპირებს, რომ ბოიკოტი გამოუცხადოს არჩევნებს და ისინი მხოლოდ და მხოლოდ ქუჩაში იქნებიან 4 ოქტომბერს და ფიქრობენ, რომ ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ცვლილებების დღე იქნება 4 ოქტომბერი. ოპოზიციის ნაწილი კი ამბობს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში შედის, თუმცა ქუჩის პროტესტიც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ფუნდამენტური არის სწორედ ხალხის აქტიურობა ქუჩაში. 4 ოქტომბრამდე დაახლოებით თვე არის დარჩენილი და საინტერესოა კიდევ როგორ მირდება და რა გეგმები უფრო მეტად გამოიკვეთება ოპოზიციურ პარტიებში. პირდაპირ ეთერში ხატია სამხარაძე საუბრობდა.